მარჯობა ძვირფასო მეგობრებო, თქვენი თხოვნა გაითვალისწინა გურომ და ბოლოს დამთანხმდა ვიდეოს ჩაწერაზე და ამჯერად რა ინფორმაციით არის მოსული მისი ბრწყინვალე გონება ერთიანი საქართველოს მეფეებით, ხო დედა? ვინ იყო პირველი ერთიანი საქართველოს მეფე? ბაგრატ მესამე. როდის მეფობდა სიყვარული? 1995-დან 2014-მდე. გიორგი პირველი? 2014-დან 2027-მდე. ბაგრატ მეოთხე დედა? 2027-დან 1072-მდე. გიორგი მეორე? 1012-დან 1080. დავით მეოთხე აღმაშენებელი? გაერთიანეს. საქართველო ნიკოპსიდან დარუბანდამდე, ხო? 1089-1089-დან 1125-მდე. სად არის დაკრძალული დავით აღმაშენებელი? გილათის ხო, ტაძარში. ჩვენი ულამაზეს ტაძარში. დემეტრე პირველი როდის მეფობდა? 1125-დან 1154-მდე. გიორგი მესამე დედი? არა, დემეტრე შემდეგ დავით მეხუთე მოდიოდა. დავით მეხუთე მეფე? 1155-დან 1156-მდე. გიორგი მესამე დედი? 1156-დან 1184-მდე. ჩვენი უდიდესი თამარ მეფე? თამარ დედოფალი დედიკო? 1194-1213. დიახ, კი ბატონო. მისი შვილი გიორგი მეოთხე ლაშა? 1113-დან 1223-მდე. დედოფალი როდის მეფობდა დედა? 1223-1255. დავით მეშვიდეულუ? 1226-დან 1255. დემეტრე მეორე თავდადებული? 1250-1259. კი, დედიკო. აბა როდის მეფობდა გიორგი მეხუთე ბრწყინვალე, შენ თუ გახსოვს? კი, 1318-დან 1356-მდე. კონსტანტინე პირველი? 1407-დან 1412-მდე. ალექსანდრე პირველი დიდი? 1412-დან 1452. ვახტანგ მეოთხე? 1452-დან 1456-მდე. გიორგი მერვე დედი? 1456-დან 1466-მდე. ოჩახ დედა, შენ თუ მეტყვი ხა, მე რომელი მეფის საფლავი არა გვაქვს ჩვენ? თავამეფე. ხო, არა გვაქვს, ხო? იმედია ოდესმე ვიპოვეთ ჩვენი ბრწყინვალე დედოფლის საფლავს. შენ როგორ ფიქრობ, ყველაზე უძლიერესი მეფე რომელი იყო საქართველოსი? დავით აღმაშენებელი. გაერთიანა ხო საქართველო. რატო დაარქვეს აღმაშენებელი, იცი? იმიტომ აშენა, აყვავა, აღორძინა ჩვენი სამშობლო. ნიკოპსიიდან დარუბანდამდე, ხო დედა?